წარმომადგენლობითი სახალხო კრება დღეს უკვე აქციის ფორმით შეიკრიბა. ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან კვლავ ხალხი დგას სცენაზე კი საინფორმაციო მიტინგი მიმდინარეობს. მხარდამჭერების რაოდენობა გუშინდელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა აქ ის ადამიანებიც დგანან, ვინც რუსთაველის გამზირი გვიანობამდე არ დატოვა და ის ნაწილიც მხარდამჭერებისა, ვინც კრების დასრულების შემდეგ დაიშალა. როგორ მიმდინარეობს წარმომადგენლობითი სახალხო კრების გაგრძელება მეორე დღის მოვლენების შესახებ ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე ისაუბრებს. ანა, რა არის ის მთავარი გზავნილი, რის გამოც საინიციატივო ჯგუფი და ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ამჯერად როგორია საზოგადოების მოლოდინი? ხატია საინფორმაციო მიტინგი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კრება უბრალოდ შეკრება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. მოძრაობა იყო თავისუფალი, თუმცა თქვენ საშუალება გაქვთ კადრში ნახოთ, რომ მიტინგეებმა და აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, შეფერხებულია მოძრაობა. საინფორმაციო მიტინგი ამ პატარა ცვლილების მიუხედავად მაინც გრძელდება. ლიდერები აკეთებენ კვლავ განცხადებებს. მათი თქმით, მხოლოდ ნაწილია მოსული პარლამენტის შენობასთან დღეს აქციაზე, რადგან მათი განცხადებით ნაწილი პარტიების ოფისში აგრძელებს თათბირს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სახალხო კრების გადაწყვეტილების განხორციელება. გუშინ, როგორც იცით, ეროვნული ყრილობის და შეკრების შედეგად გამოცხადდა საერთო საყოველთაო დაუმორჩილებლობა. პარტიების ოფისებში სწორედ ამაზე მსჯელობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელება. დღეს კახა შარტავამ განაცხადა, რომ მთავარი შეცდომა, რაც სახალხო კრებამ დაუშვა, იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგო, რა იყო სახალხო კრების მთავარი მიზანი, როგორც სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, მათ საზოგადოებამდე სწორად ვერ მიიტანეს საკუთარი სადგმელი, რომ სახალხო კრება არ იყო აქცია ან მიტინგი, რომელსაც მოყვებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება გუშინ შეკრების შედეგად ითხოვდა. ისინი ამბობენ, რომ იმ უკმაყოფილო ადამიანების ჩართვა უნდა მოხდეს უკვე საორგანიზაციო ჯგუფების მუშაობაში, რომლებსაც აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება. ეს ჯგუფები გავლენ რეგიონებში და უფრო მოამზადებენ შემდგომისთვის უფრო მასშტაბურ და რეგიონულ პროტესტს. ხალხი ელოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ელოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ დაიწყო, დასაწყისშივე უნდა იყოს ის ხალხი ჩართული და ლოდინის რეჟიმში თუ იქნება, ასე ამოხდება სული ლოდინში და სააკაშვილის ხელში. ამიტომ დაწყებას ვინც ითხოვდა გუშინვე ან დღესვე, ის ხალხი აქ უნდა იყოს და მაშინ დაიწყებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები. ამათ დიდი მადლობა, ვინც მოვიდა, ესენი არიან აქტიურები და უნდა ჩაერთონ იმ სამუშაოში, რაც დაიწყო გუშინ კრებამ. იმ სტრუქტურებში უნდა ჩავწეროთ, სახალხო პატრული იქნება ეს სახალხო კომაგის ინსტიტუტი თუ ახალგაზრდული ორგანიზაცია და უკვე გაფართოებულ მასშტაბში ერთობლივად უნდა დავიწყოთ იმის განხორციელება, რაც გუშინ მიიღო კრებამ რეზოლუცია. მადლობა. ძალიან სოლიდური რაოდენობის ხალხი მოვიდა გუშინ, მაგრამ იმ რაოდენობის ხალხით ჩვენ რაღაც სხვა გეგმის განხორციელებას ნამდვილად არ ვაპირებდით და არავითარ, ესე იგი 20,000 კაცით არავითარ ავანტურაზე წასვლა არ შეიძლება. ხალხო, ეს თავისთავად ცხადია, მე მგონი. იმიტომ რომ გუშინ იყო კრება, მიხვდეს საზოგადოება, ხალხი, თბილისი, ქვეყანა, რომ გუშინ არ იყო რევოლუცია, გუშინ იყო კრება. კრებამ თავისი საქმე გააკეთა გუშინ. ერთადერთი შეცდომა შეიძლება ის იყო, რომ ბოლომდე ვერ გაერგვა ხალხი, რატო გადავიდა ეს იმაში, რა ქვია, მიტინგში. შეხვედრის დაწყებამდე აქციაზე მოსული ადამიანები ამბობდნენ, რომ დღეს მოვიდნენ უკვე იმის გასაგებად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი ლიდერები და რა სამოქმედო გეგმა აქვთ მათ უკვე სამომავლოდ. ეს აქცია არის ჩვეულებრივი აქცია, მოსასმენი და მოვედით, არავითარ მიტინგი, გვინდა ჩვენი ხელმძღვანელების მიერ კიდევ გავიგოთ ახალი გეგმა, ახალი რას უპირებს ამ ხალხს, როგორ უნდა დაგეგმოს ჩვენი ცხოვრება. ლიდერებს უნდა შეემუშავებიათ გეგმა, ახლა კი ქონდათ წესდება თავიანთი, მაგრამ სამუშაო გეგმაც უნდა გაეშუქებიათ უფრო ფართოდ, რომ ხალხს გაეგო მათი მთავარი მიზანი, რა უნდათ. თქვენ ხედავთ, რომ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს, შესაბამისად უცნობია რა კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება დღევანდელი შეხვედრა. აქცია გუშინ საღამოს მოულოდნელად დაიგეგმა, სახალხო კრების შედეგით უკმაყოფილო ხალხის ნაწილი კრების დასრულების შემდეგ პარლამენტის შენობასთან რჩებოდა. ისინი ითხოვდნენ პარლამენტთან იმ ლიდერების დაბრუნებას, რომლებმაც სახალხო კრების დასრულების შემდეგ დატოვეს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ მათი მოთხოვნის შემდეგ ლიდერები დაბრუნდნენ და აუხსნეს, რომ ხვალ დღეისთვის 2 საათზე მოხდებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებების
მიტინგის გაცნობა და სამომავლო გეგმებზე საუბარი უკვე უშუალოდ აქციის და მიტინგის ფორმატით, თუმცა ერთადერთი რაც ამ დროისთვის უკვე გარკვეულია, კახა შარტავამ განაცხადა, რომ ეს არის ბოლო მიტინგი, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართება და დღეიდან უკვე რეგიონული და უფრო მასშტაბური პროტესტის მოსამზადებლად დაიწყებენ დარაზმვას. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა რუსთაველის გამზირიდან, დავალოდოთ მოვლენების განვითარებას და დღის სხვა თემები. დღეს დილით რუსთაველის გამზირზე სიმშვიდე იყო, აღარც სცენა იყო და არც კრების მხარდამჭერები იდგნენ. იდგა მხოლოდ ეგრეთ წოდებული შტაბი, სადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დილის 3 საათამდე დარჩა. რუსთაველის გამზირზე დილიდან მუშაობდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, პარლამენტის წინ გვიანობამდე დარჩნენ ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა და დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მათთან ერთად იყო რამდენიმე მხარდამჭერიც. რა თქმა უნდა, იმდენი ემოცია და აღშფოთება დაგროვილი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილმა, მცირე ნაწილმა მოითხოვა, რომ არ დავშლილიყავით, არ ყოფილიყავით მთელი ღამე. ჩვენ ფორუმელებმა გამოუცხადეთ მათ სოლიდარობა და უთხარით, რომ მათთან ერთად დავრჩებოდით. გამოჩნდება 2 საათზე დღეს ვინც თავი შეიკავა, ვისაც უნდა აქტიური ქმედება. რეალურად ნაბიჯის გადამდგმელი ამ ქმედებისთვის თუ არა. რო წავიდე, უკან დასახევი გზა არ მაქვს, თორე განავალ ჭერი არ მაქვს. მე თუ დავიხე უკან და ჩემსავით შეურაცხყოფილი, დამცირებული, უფლება აყრილი ხალხი, ხო? მე ხომ მაინც უნდა ვიყო, მე ჩემი მოვალეობა მაგისრია.